მადლობა. მოგესალმებით, არხ ოქტოპუსზე და დღეს გადავიღებთ ვიდეოს, რომელიც სახელწოდება არის ნუ გააცინებ ჯაფარას. ჯაფარა დიდი ხანია უკვე წასულია ევროპებში და ეხლა ჩამოვიდა და მოკლე მონაკვეთში ვეცდებით, რომ გადავიღოთ ჯაფარას გაუცინრობაზე რამე ვიდეო. ჟიურის წევრები არიან ლუკა და ჯაფარა და დღეს შეესწებიან, რომ არ გაიცინონ და არ მოაგებინონ მონაწილეებს არანაირი თანხა. ჩვენთან რჩება, ბიუჯეტში რჩება. სანამ გადავალთ პირველ მონაწილეზე, შეგახსენებთ, რომ ჩვენი არხის სპონსორი და წამდგენი არის ბეტსონ სპორტი და მადლობა მათ ამისთვის. ჯაფარ, როგორ გზნობ თავს? ხარ თუ არა სიცილის ხასიათზე? ხო, მათყობთ. ხო, შენ ყველაზე ნაკლებად გეცინებოდა ხოლმე ყველა გადაცემაში, სადაც რამე სიცილი იყო ხოლმე საჭირო. ლუკაც შენთან ერთად ალბათ მეორე ადგილზეა ოქტოპუსში გაუცინრობით. ჩვენ ძალიან კარგი ქიმია გვაქვს ერთმანეთში მაგამ ბავში ც. მე ვარ ის ტიპი რა, რო არ უნდა გახედოთ, თორე გაგეცინება და ეხლა ჯაფარა მყავს მე, ამას რო გავხედო, არ გამეცინება, არ გაიცინებს ეს და ჩემზეა ალბათ უფრო აქცენტი. მე მგონია რომ ძალიან ძნელი იქნება თქვენი გაცემა. ჩემი გაცემა მარტივია, მაინც რაც არ უნდა იყოს, ვიცინი ხოლმე ყველაფერს. ნახეთ ის ვიდეო ჩვენ. კაი, მზად ხართ ეხლა რომ პირველი მონაწილე გამოვიყვანოთ? მოუთმენლად ველი. კაი, პირველი მონაწილე გამოვიდეს თუ შეიძლება, რომელიც არის ნიკოლოზ შევარდნაძე. თუ შეიძლება რომ მიხარი არის პირველი ვარ. ნიკოლოზ სუსტით ვიწყებ? ვინ მოგიყვანა რომ მოგვიყვე თავიდან? რა თქმა უნდა ბებია, თქვენ მელოდება, ამოვირბინოთ ფანმოაფიდან და აი ისო ჩავალთ. აი ანკეტა აქვთ ბიჭებს შენისებსებული და გადახედავენ ეხლა და განსაკუთრებით მოსვლის მიზანი. კიდევ რამ ესეთ ოს შენ გარდა მე მგონი არავინ არ წერს. ეს არის ეს კუთხურიო. მე და შევაძებია მარტო. კიდე რამდენიმე ჭაღარა დავიმატო. ეს რას ნიშნავს რო გითხრათ? ნერვიულობის ისე პირველი მომიწია თან გამოსვლა და ნერვიულობის ამბავში რამდენიმე ჭაღარას დავიმატებ ალბათ ამ გამოსვლის შემდეგ და ეგ იყო მიზანი. საყვარელი გადაცემა გიორგი? ჩემიც სხვათა შორის. მილიონი რომ მქონდეს რა სიზამდი? დავხარჯავდი, საინტერესოა. რაში დახარჯავდი? უჯაფარა რამ კაცრად არის უკვე. მინდა გააცინე, დავხარჯავდი. გასაგებია. ხო დაიგე. ვინ არის შენი გვირი ბებია? ამისთვის დიდი რესპექტი. რესპექტ. მადლობა. ბოლო მაკდონალდში წაგიყვანა ახლა პირველ. არა მარტო. საყვარელი YouTube არხი ლუკა კალატოზის. აი ეს 100 ლარი უკვე ჩემგან თქვენ. ვერ მოიგო, მე რა შეიძლება სამომტირო. კაი, თქვენ თუ მზად ხართ, ეხა ნიკოლოს ავუხსნი წესებს და მე შეგვიძლია დავიწყოთ. ერთი წუთი გექნება ერთ რაუნდში. სულ უნდა გადალახო 5 რაუნდი და კრედოს ანგარიზე, თუ 5-ვე რაუნდს გადალახო, კრედოს ანგარიზე ჩაგერიცხება 500 ლარი. მადლობა კრედო ბანკს, მაიკრედო აპლიკაციას შეგიძლიათ მიიღოთ ნებისმიერი საბანკო მომსახურება, ნებისმიერ დღეს 24 საათის განმავლობაში. მადლობა კრედო ბანკს, რომ ჩვენი პარტნიორია. დღევანდელი ჩემი მთლიანად ყველაფერი იქნება შავი იუმორი და წინასწარ რა ბოდიში თუ ვინმეს ამ სენსიტიურ თემაში ყველაფერი არის იუმორი და მხოლოდ იუმორი. მეტი არაფერი და როლსთიც მექნება სადღაც. ჩემია 3, 2, 1. მოკლედ ძალიან გავრცელებული ფრაზა არის რომ ყველა ხალი სამზარეულოში უნდა იყოს. მე არ ვითანხმები მაგ ყველაფერს, კატეგორიულად არ ვითანხმები, იმიტომ რომ ჩემი აზრით აბაზანას დასალაგებელია, მისაღების დასალაგებელია, მარტო საჭმლის გაკეთება არ არის ჩემი აზრით ხალის საქმე. ასევე ხალებზე ვარ და თქვენ თუ იცით რა განსხვავება ხალს და სახლის სიგნალიზაციას შორის. გაუფრთხილება თუ შეხვედი ორივე ყვირის. ასევე ცოტნეზე ჩვენ შემდეგი ცოტნე იქნება გამოსვლელი და თუ იცით რომ რა განსხვავებაა ცოტნეს და ციხეში დაჭერილ ადამიანს შორის. ციხეში დაჭერილი ადამიანი თვეში ერთხელ მაინც აქვს პაიმანი ციხეში დაჭერილ ადამიანს. და გაეცინა ლუკას. ხოუთხარი. ასლას გაჩუქებთ ხოუთხარი. ეს ერთი რაუნდი ნიკოლოზ. ბიჭო მე მაინტერესებს რეები აქ კიდე და მაგითო. მეოთხემდე შეგიძლია გააწურინო? ხო, ნახოთ ერთი. აი, მზად თუ ხარ, მოდი დავიწყოთ მეორე რაუნდი. მზად. ლუკამ გაიცინა. ამიტომ მე ვიტყვი რომ ლუკა კალატოს ხოთი შორის დაჯილდოებულია 25 სანტიმეტრიანი პენისი აქვს. დაჯილდოებულია 25 სანტიმეტრიანი პენისით. ეს ნამდვილი ამბავია. თუ მიბაზრებ. ხოთი შორის ეს კაცი დაჭერილია უკვე ციხეშია. და მასაც აქვს ერთი, ყოველ თვეში ერთხელ მაინც პაიმანი აქვს ხოლმე. ასევე ჯაფარას ხოთი შორის სექსის დროს ხმარობს აირწინახს. ნამდვილი ამბავია, ფეტიში არ არის ეს, უბრალოდ აი ციტაკის სპრეი რო ესხმება, მე კონცენტრაციას აკარგვინებს და მაგ ამბავში სირბილში ხელს უშლის ხოლმე რა.
თქვენ თუ იცით, რა განსხვავებაა ქოროს ბრალია ძო. წარმატებულად მიდიხარ ნიკოლოზ. ოჯახ. აი, ზადრო იქნები დავიწყოთ მესამე. დავაი. წავიდა. თუ იცით რა განსხვავებაა ცირკის ბოლს და მინი კუპერს შორის. მინი კუპერში 20 კაცზე მეტი არ ეტევა. და რატომ არის თქვენი აზრით? რატომ არის თქვენი აზრით? რა პლუსი აქვს ფორნიჭალაში რომ დაიბადები? იმიტომ რომ მომავალზე ფიქრი არ გიწევს. მაინც არ გექნება ის მომავალი და რა აზრი აქვს? ესე ეგეთი კითხვა მაქვს კიდე თქვენთან, რომ რა განსხვავება თქვენი აზრით ანა ფრანკს და სანტა კლაუს შორის? განსხვავება მარტივია, ერთი ბუხრის მილიდან ქვემოთ ჩადის, მეორე ზემოთ. ხო. კიდე ვის არ ხდება ყველაზე მეტად დაფიცება დედა მომიკვდეს. ჩემო ნიკოლოზ, თქვენი დრო ამოიწურა. აგო, მე 2 რაუნდი გადავახე, ეს შევთვის. ChatGPT-მ დაგიწერათ ეს ხო? არა. ვიცვალე. დავიმშვიდობოთ ბატონ ნიკოლოზ. პირველი ვიყავით ამ პირველი გამოსვლელი და მაგიტომ ძალიან ნერვიულობდი. ალბათ delivery დამაკლა, სწორად იმ ხუმრობების დატარება, რაც მქონდა ჩაფიქრებული. რაღაცები კიდე უკეთესებიც მქონდა, მაგრამ ვერ მოვასწარე სამწუხაროდ. კაი გამოცდილება იყო, პირველი გამოცდილება იყო, მსგავსი გამოცდილება არ მქონია, მადლობა ბიჭებს და წარმატებას ვუსურვებ შემდეგ გამოცდილებებს. ჩვენი მეორე მონაწილე არის გიორგი ქორიძე, რომელსაც შეუძლია შემოვიდეს უკვე. გამარჯობა. მოგესალმებით. აი, იქ რო დავდგეთ. აი, შუა არის გამამზადი. ცოტა მარცხნივ. ჰაზბულაზე. აი, ცოტა ჰაზბულაზე რო დადგე პირდაპირ. აი, ბიჭი. გამარჯობა. გამარჯობა. თქვენი სახელი? კი. ასაკი ოფ. უამრავი ფულის მოგება და ჟიურის გაცნობა არის თუ გაცინება. მიზანი თუ გაცინება. გაცნობა. ვინ არის შენი გმირი ალექსანდრე ჯაფარიძე? საინტერესოა. ჩემი გმირით შეიძლება იყოს და მომენტებში საყვარელი YouTube არხი ლუკა კალატოზია. ძალიან ხშირი ისაა, ფოტოშოპის ბევრს უწერია ეს და რატო? რა გიყვეს რაიმე? ვარა. კარგი. საინტერესო იყო. ჩემთან პირველ რაუნდს ვერ გაცდება ეს ბიჭი, მაგრამ ნახოთ. კარგი სტაბილიზება აი, გიორგი, შეგახსენებ წესებს, 5 რაუნდი უნდა გაიარო, თითოეულ რაუნდში გაქვს 1 წუთი და 5 რაუნდს თუ გაივლი, ჩაგერიცხება კრედოს ანგარიზე 500 ლარი. კარგი. გასახურებლად უბრალოდ ერთი. სვანს თავის მოკლა უნდა შეეშლება და ტყუპის ცალს ძმას მოკლავს. 3 2 სიტუაცია როცა გძინავდა. სიტუაცია ცხენი ხვიხვინებს. სიტუაცია სიმინდის ჭამა. გენერატია. ნამდვილი. სულ რაღაც ტექსტი წამი დაგჭირდა გიორგი რო გაგიცინებინა ჟიური. ჯაფარიშთვის ისე მზად თუ ხარ მეორე რაუნდი? მაგრძელებ. 3 2 1 სიტუაცია ლიმონი ჭამე შემთხვევით. მეგობრებო აქეთ დიახ. სიტუაცია როცა უდაბნოში ხარ. აუ. სიტუაცია ბურთის აკენწვლა ბურთის გარეშე. ვა ბაბა. კარგი იყო მეორე რაუნდი. ეხლა რა სიტუაციაზე უნდა გააკეთოს? სასაცილოა. 3 2 1 სიტუაცია ბურთის აკენწვლა ბურთის გარეშე. სიტუაცია საჭმელი არ მოგეწონა, მაგრამ სტუმრად ხარ. აია. ჩეთი აქ ნაპოვნი. კაი, მზად ხარ? მე მზად ვარ. კაი, 3 2 1 სიტუაცია ტიტველი ხალი მოგსდევს.
სიტუაცია, როცა თმა არ გაქვს. აუ, თმა ხო არ მაქვს, რა სიმაშვიდე. სიტუაცია, ლატარიაში მილიონი მოიგე. ვა, yes, ხო არ გადაობ. ჯაფარ ეკნოზე ფიქრობს ახლა რომ ამასო. აუ, რა მაგარია. აი, ჟიური მზად არის? ბოლო რაუნდია, ხო რა მიდი? ჰა? ჟიური რა, ლუკა მზად ხარ? შენ, გიორგი? დიახ. კარგი. 3, 2, 1. სიტუაცია სპიონირო გოლუბირო. სიტუაცია, როცა ჟიურის ხელში ბატკანი უჭირავს. სიტუაცია, სტეფკარი შენი მეზობელია და შენთან მოვიდა. კარი დაკეტე ეგ კარი. სიტუაცია, ლარიანი ხაჭაპური. რა გემრიელი მაკარონია. ხუთი ცალი გამრჩებოდა. პირველი გამარჯვებული ბატონ გიორგი გილოცავთ. საუკეთესო იყავით. ჯერჯერობით. შემიძლია ხუთი ცალი რაც დამჩა გაჩუქოთ. ეხლა აღარ გამეცინებო. მიდი აბა. სიტუაცია, ფეხი აგესრიალდა ბანანის ქერქზე. მინდა. ვაიმე, მე არ დავახე. სიტუაცია, ანალურ სექს მოჰყარი თვალი. სიტუაცია, მილიონი რუბლი გაქვს. 2 კევი მომეცით. სიტუაცია, ქათამი ჩინჩხავს. აბა ეხლა. სიტუაცია, რიკი გაგდის. აუ. ბრავო! კარგი იყავი გიორგი, მადლობა. გილოცავ. რაში დახარჯავთ თანხას? სარკესთან დავდებ და 1000 ლარი გახდება. კარგი, შეგიძლიათ გადაინაცვლოთ. მადლობა. ბოლომდე როლშია, ჩარჩენილი. ძალიან მაგარი იყო, არ ვიცი, ძალიან გახარებული ვარ, მართლა არ მოველოდი ესეთ რაღაცას, იმიტომ რომ ზოგადად არ ვარ მიჩვეული ადამიანები, რომ ეცინება ხუმრობებზე ჩემსაზე და დღეს ძალიან საინტერესო იყო, ძალიან კარგი ადამიანი იყო რაჭკაპული და დიდ მადლობას ვუხდი მას პირადად. კარგი, შემდეგი მონაწილე არის გიორგი კალატოზი და შეგიძლია გიორგი შემოხვიდეს სცენაზე. მადლობა. რაც მოსვლის მიზანი, საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა. გიცდიათ ადრე უფრო სხვადასხვა პროექტებში ყოფილა, დიახ, მაგრამ ესეთში არა. სადაც ჯაფარას გაცინება მომიწევდა. საყვარელი გაცემა პატა გულეშვილის კახელის სკეჩები. ამაზე არ გავზრდილო, მაგრამ დიდი სიამოვნებით გავიზრდებოდი. მარტო კახელის სკეჩები თუ მთლიანად გაცემა? არა, კონკრეტულად გამოარჩევდი სეგმენტს. მაგიტომ ხართ თითქმის 32-ში. ვინ არის შენი გმირი? ვახტანგ გორგასალი. აქ მინდა ხაზი გაუსვა, რომ ჩემთვის არის GOAT. საყვარელი YouTube არხი Betson Sport-ი. აბა რა. სპონსორი ანკეტაში ვინ ჩაინტეგრირა ჩემზე მაგრად? შენს გარდა არავინ ალბათ. ყველაზე კარგი ჩემი იყო. კი. აი, სულე იყო ანკეტა. გიორგი. შესავალს გავუკეთე. მე ვარ დამწყები მხატვარი და ილუსტრაციები მოგიმზადეთ. სხვადასხვა იუთუბერები, სხვადასხვა განსხვავებულ ამპლუაში რომ იყვნენ. კაი. წავიდა. ეს არის აჩიკო 50 ცენტერაძე. შემდეგი ფოტო. ლევან CJ კობახიძე. კარგია. ნიკა ნასაძე. კარლო მარტინოვი. იყო ადამიანმა. აი, პირველი რაუნდი გავიარეთ. დავიწყოთ ეგრევე მე. შესავალს გავუკეთებ. კი ბატონო. მე ვარ ილუსტრატორი.
მე ვარ ილუსტრატორი და წარმოგიდგენ სიტუაციებს სხვადასხვა იუთუბერების სხვადასხვა სიტუაციებში. გრადიატორი ან რაღაც ეგეთი ხო არ იქნება? არ ვიცი. დავიდა. შემდეგი ფოტო. ცოტნე ბოჩოლეიშვილი. გიორგი ქორიძე. ნიკოლოზ რეიბანოვი. თემურ ნუქაბაძი. ლევანდოვსკი სათო გავს? აი, ცაკაი. ხატვის დროს წამიცდა ხელი პატარა. ChatGPT გადაკუზე და იხმარე ხო იმენა? აი, მეორე რაუნდიც გავიარეთ ორი ფოტო დამრჩა და მე სხვა რაღაცაზე და გადავდივარ. მე სხვა რაღაცაზე გადავდივარ. კაი. ამ ფოტოზე არ ვიცი. შეცვალოს ფოტო და მე ისა რა ქვია, პატარა შესავალს კი გავუკეთე. ბატონო. მე ილუსტრატორი ვარ, დამწყები და იუთუბერების წარმოგიდგენ სხვადასხვა სიტუაციებში. ჩამირთეთ. 1 3 2 1 გუგა სონიაკ დავით ჩაკიროვი. დამთავრდა ჩემი ისინი ხუმრობები ჩვენზე. ცოტნა საკითხებიან ხვანდელი კათამი გირჩევია თუ დღევანდელი კვერცხიო. ცოტნობა სხვა დღევანდელი კვერცხიო. რატო რო გითხეს? ცოტნობა სხვა გუშინ და ჯობია. ნიკა შევარნაძე როცა მაკდონალდს შედის არაზუსტ არ ავიწყდება თავის მაკაცები და ჰეპი მილები მათთვისაც მიაქვს ხოლმე. ვახო ბოლოთაშვილი კომბოსტოში იპოვეს, ოღონდ ეს კომბოსტო ვახოს დათესილი იყო. გიორგი გუნდიშვილი ქაღალდის თვითმფრინავების კეთების კონკურსთან მოხსნეს. მას ქაღალდი უნდა გაეკეცა, ამან გადაიკეცა. თუთოიცამი. პუტინთან, კიმ ჩენ ირთან და ვახოსთან ერთად ვიყო ოთახში და იერახში შეერთდა მქონდეს პუტინს და კიმ ჩენის ვესვრი ვახოსაც გახეთქავენ წემაში ისინი. ცოტნე სერფინგზე ლუდის დაფით დგას. ახლოს ვიყავი რა ბიჭო. 58-19 წამზე დაახლოებით შეძლო გიორგი. უდის დაფაზე მეცინებოდა არ მეთქი შევიკავაწუინებ და აი ეს 3 რაუნდი უკვე გიორგი. მზად ხარ მე-4 რაუნდის. მაიცა გადავხედო. სანამ ისევ ილუსტრატორი ხართ თუ უკვე შეიცვალა? არა, ეხლა მე ვარ დამწყები იუმორისტი, რომელმაც მოამზადა ხუმრობები ჩვენზე. როუსტები მაქვს ძირითადად წარმოდგენილი. მაგრამ მაქვს სხვადასხვა სტილის ხუმრობები კიდე. გისმენთ. მე პატარა შესავალს გავუკეთებ. სანამ არ მინდა ისე წავიდე ამ გადაცემით, რომ საფეხბურთო ხუმრობები მაქვს ბატონი სანდრო ჯაფარიძისთვის და რამდენიმე წავიკითხავ და მე დავუბრუნდები ისევ ჩემ იმას. ანუ არ ჩავთო დრო? კი, ჩავთეთ. მითხარია? არ ჩავთოთ. დამითვალე 1 2 3 და მე მოიცა. ის თქვი ვარდო საინძე ხო გეშვება ხომ 1 2 3 3 წავიდა დრო და რაღაც. 3 2 1 ამ სეზონში იუნაიტედი გავს ბოლოთა რო ჩახედავ კარგად თუ არ დავკვირდე ვერ დაინახავ. ვინისიუსი რეკავს ცირკში. ალო გამარჯობა ვინისიუსი ვარ და იქებ თქვენთან დამაწყებთ მუშაობაო. იქიან ცირკის დირექტორი პასუხობს მე 16-ზე ვარ, ცოტა შენ გვაკლდიო ხა კიდეო. თბილისის სამკვირეში ესტუმრა რონალდინიო. წინვალი მატჩი ჩაატარა თვითმფრინავის ტრაპიდან ამაღელებლად დაგვემშვიდობა. ძაღლი ბრეიკ დანს. არტეტა დაპატიჟა ბიჭი ივანიშვილმა სახლში და არტეტა გამოყლევდა როცა ბიჭი მთასების თასიდან დაიწყოს დალევა. ცოტა სერფინგზე ლუდის დაფით დგას. ნიკა შევარდაძე კოქტეილებს ასპირინ ცეთი უკეთებენ. ცოტნეს გვიძლი ისეთი შავი რომ შავკანიანებს ენ-მორს რო ეძახს ისინი არ ბრაზდებიან. ერთხელ გაუბრაზდა ვიღაცა და ფეხით აჩვენა თავის და გაანებეს თავი. სადაზღვევო კომპანია რომელსაც ნიკა შევარდაძე დაასწრია გაკოტრდა. ცოტნე სერფინგზე ლუდის დაფით დგას. მოვასწარი ბოლოს გაიხურა ხოდა. ცოტნა გაიხურა მქონდა რამდენიმე დამრჩა ისე არა უშავს გიორგი. არტეტა ძალიან კაი იყო. ხო, აი ჯაფარას ისევ არ გაუცინია არაფერზე. არა და რამდენიმე ხუმრობა დამრჩა ესე. და გავყიდე სხვა გავხსნა რომ გადავყიდე იქნებ რამ გამოიხატა. თამაშგარე რო გითხართ თუ თამაშგარე მქონდა ბარსასთან. ჩვენზე. უსვან დემბელეს სიმთვრალეში ფეხი არ ერევა, რატო აი ეს საფეხბურთო ჭორები. აუ არა კაი იყო და ხო. მაგაშები გაფცინებია. აი, ეხაც მოკვდი სიცილიც. იქ კიდე მქონდა სიტუაცია. გადავება უკვე. სიტუაცია 10 წლის შემდეგ YouTube-ზე ეს ისინი მქონდა რა ქვია და წაკითხავ და წავალ. აუ რაღაც
სიტუაცია 10 წლის შემდეგ YouTube-ზე როგორი სიტუაცია იქნება? ახალი ამბები. YouTube ლიგის ოქროს ბუძი საპოჟნიკმა მოიგო. ეგ შარშანაც. ჭყონიამ დაიწყო YouTube-ახი და მახარას შეხვეწება გამამპიარეო. საქართველოს ბანკი ფიქრობს შემოვიდეს თუ არა YouTube-ზე. ცოტნე PSP-ს ამბასადორი გახდა. Hungry-Man ისევ გაერთიანდა და ვასა დააბრუნეს არხზე. გადაცემა სახრაშუნო ჟურნალმა სარკე მიყიდა. ნიკა შევარდნაძის ანიმე პოდკასტის პირველ ჩაწერაზე გული გაუჩერდა. გიორგი ქორიძემ ლუდი დაწვენის მესამე ეპიზოდი დადო, ოღონდ წვენს თვითონ სვამს კუჭის პრობლემების გამო და ცოტნემ დაიწყო ახალი გადაცემა სათაურით სოითვისებს ჯანსაღ ცხოვრებას. დიდი მადლობა. ძალიან კარგი პროექტია თუ ეს გარეთონ ჩავწერე ხო? კი. ლექსის თქვა ხო არ გინდა? არა. ლექს ამბობენ ხოლმე ხშირად არა. დიდი მადლობა, ძალიან კარგი პროექტია და წარმატებები. კარგად, აი იქით რომ იბრძანდეთ. არაჩვეულებრივი ჟიური იყო, არაჩვეულებრივი დღე იყო, გავიცანი სანდრო ჯაფარიძე ახლოდან და ლუკა კალატოზიც ძალიან კარგი ადამიანია. გამიცინა რამდენიმე ხუმრობაზე, არ მეგონა თუ გაიცინებდა. პროექტს რაც შეეხება გააგრძელეთ, ძალიან მაგარი პროექტია, ორიგინალური, არავისგან მოპარული და აღებული არ არის თან და კიდე მოვიდოდი. სანამ შემდეგ მონაწილეს დაუძახებ, შეგახსენებთ, რომ ჩვენი კიდევ ერთი პარტნიორი კომპანია და სპონსორი არის სოკარი, რომლის ბენზინიც უფრთხილდება გარემოს და უფრთხილდება მანქანის ძრავს. ეხლა კი დაუძახოთ შემდეგ მონაწილეს, რომელიც არის ცოტნე გოჩოლეიშვილი. ეს შემიდია, ეს რესტორნის ფული არის ამოსაგდები. არა პრობლემა გიორგი. აი ჟიური ანკეტას ეცნობა და ეხლა კითხავს დაგისვენ წესით და რიგით. გამარჯობა ბატონი ბონდო ხო? გამარჯობა. ბონტო ბაბასილი. ახლა კი 83. არ მეტყობა. უფრო დიდი შეხედულება გაქვს. ნამდვილად. სიგანეში. გადაცემაში მოსვლის მიზანი მინდა ვიყო ცნობილი. მიწევს უკვე. რა წრეებში? სადაც უყურებენ ხალხები თქვენთან გადაცემებს მადანა. საყვარელი გადაცემა, ვისაყოლებელი პოდკასტი. გაქვთ ნახე? არა. მილიონი რომ კონდეს რას იზამდი? მილიონი რომ კონდეს რას იზამდი? დავხარჯავდი. არ და დაბანდება უფრო კარგი აზრია, რო ვიცოდეთ. როგორ გზნობა თქვენ და შევარდნაძეს ერთ და იგივე პასუხი რო გეწერათ? საშინელი. აიხარებ. ვინ არის შენი გმირი ბოლოთა? გეტყობათ. ხო. გაქვთ ვაიბები. საყვარელი სადღეგრძელო. ეს ვის? ტირეს სადღეგრძელო აქ. ნებისმიერი არის. ნებისმიერი ტირეს. დეფისია ეს. ტირე. საყვარელი YouTube არხის ახრაშუნო. რა არხია ეს არ ვიცი. ფანტაზია. რას აპირებ მოგებული თანხით? ჩასკდომას. გეტყობათ. ბევრჯერ მოგიგიათ თქვენ? ერთი ორჯერ, სამჯერ ვიყავი გამოსული, მაგრამ ეთერში ვერ მოხდა და ახლა იმედი მაქვს, რომ კაი ხუმრობები იქნება უფრო. აი, ცოტნე 5 რაუნდი იქნება, 5-ს თუ გაივლი, 500 დოლარი შენია. რა თქმა უნდა, ეს შესავალი. კი, მიდი. ასაკში ვარ და ცხოვრებისეული გამოცდილებები და დაკვირვებები მოგიტანეთ და აი, აბა თქვენც შეაფასეთ, აბა. და 3, 2, 1. თუ შენ სწავლობ ბიზნეს ტრენერთან, რომლის ერთადერთი ბიზნეს ტრენინგია, რაც უფრო დიდია ვაშლი, მით უფრო მეტი მატლი შეიძლება იყოს შიგნით. რაც უფრო მეტი მატლია ვაშლში, მით ნაკლებია ვაშლი. ანუ რაც უფრო დიდია ვაშლი, მით ნაკლებია ვაშლი. თუ გინდა ისეთი საქმე იპოვო, რომელშიც საკუთარ თავს კარგად ხედავ, სარკეების სპრენდავი უნდა გახდე. როდესაც შენ რაღაცას ასუფთავებ, შენ სხვა რაღაცას აბინძურებ. რეალურად, რაზეც უნდა ვინერვიულოთ კალენდარია, რადგან მისი დღეები დათვლილია. გაიცინა. მე რატომ მიყურებს? გაიცინა ლუკას. ყველა ჩემზეა გაწყობილი. ჯაფარაზე შეუძლებელია რამის აწყობა. კაი, ცოტნე, თუ მზად ხარ, დავითვლი და დავიწყოთ. დავაი. 3, 2, 1. საკუთარი თავის ყველაზე სასტიკი ღალატია, როდესაც გემრიელ საჭმელს ჭამდა ენაზე იკვენ. ადამიანი, რომელიც შენთან ყველაზე ახლოს დგას, ამავე დროულად ყველაზე შორს დგას.
რაც უფრო მეტი ხალხი ფიქრობს თვითმკვლელობაზე, მით უფრო ნაკლები ხალხი ფიქრობს თვითმკვლელობაზე. თუ ყლეს ეკამათები, დიდია ალბათობა იმის, რომ ისიც იგივეს აკეთებდეს. ეს მორჩა. რა განსხვავებაა ნამდვილ ჯენტლმენსა და სრულ ჯენტლმენს შორის? ნამდვილი ჯენტლმენი სხვისაღოთ შეაკუებს. რა შეიძლება ნარკომანმა დედამ ასწავლოს თავის პატარა შვილს? კოვზის დაჭერა. ვერ ვასწრებ. საერთოდ ტრენიორი ქონდა ბოლოს და ვერ ვასწრებ. სამწუხაროა. საინტერესო გამოსვლა იყო ეს ძალიან. პარადოქსების მე ვიცოდი ამ მონაწილის შესახებ და ძალიან ველოდებოდი და მე უფრო იმედგაცრუება იყო უფრო ვიდრე არა უშევსწოდნე დაგემშვიდობებით და 5-დან 0-ს გადმოგცემთ რამოდენიმე წელს იქით კულისებში. დაიციან მაგათმა ვიზია ხუმრობა, მაგენი არიან სინდის უნამუსო ხალხი არიან. ისეთი ხუმრობები მქონდა დაგლიჯავდა ყველაფერს. მაგათ გასაცემები არიან, მაგრამ მე ხელს ვერ დავადებ მაგათ. მე ზიზღება. კარგი, პატივცემულო ჟიური. თუ მზად ხართ, დღევანდელი დღის ბოლო მონაწილე შეგვიძლია შემოუშვათ სცენაზე, რომელიც არის მალხას ფრიქსი უნდა მეთქვა ეხლა. ვახტანგ ბოლოთაშვილი. საყვარელი გადაცემა ძალიან მიყვარხარ თქვენი ხილომი და ახლოდან. ჯაფარასი უფრო ალბათ, იმიტომ არ არის ხოლმე. თავიდან იმ რომ მოლინასთან გააკეთა გადაცემა სოფლიოზე ჰოლანდიის წინააღმდეგ. ეგ არის ჩემი შეგვიძლია აღარ გავაგზავნოთ ეს, ხო? რატო? ჰოლანდიის გულში არა. ადამიანი. თუ გაინტერესებს. არა, მაინტერესებს მე წავიკითხავ. მილიონი რომ მქონდეს რაც ისე ლუკა კალტოს შეგეძლო გადავაგდო. თავიდან. მილიონი რომ მქონდეს რაც ისე ლუკა კალტოს მოდი დანარჩენი 990,000-ით. რა გაჭიროულებს დავეხმარებოდი. არ წერია ეგრე. წაიგეთ ბოლოს შევეძლია. გაჭიროულებს დავეხმარებოდი. გაჭირებულებს დევეხმარებოდი წერია. ეგეც რო გავარჩიე, მიგვერს მე, იმიტომ რომ ძალიან ცუდი კალიგრაფია. ვინ არის შენი გბირი? რამუსი და ამუმუ. ჯახარ. ვინ? League of Legends-ში. მოსი ვიცი, მუსი არ ვიცი. რამუსი და ამუმუ. რამუსი და ამუმუ. ეგრევე ეთყობა რა ქერექტერებს თამაშობს. ტანკი. ბატონო ვახტანგ 5 რაუნდი იქნება 1 წუთიანი 5-ოს დაძლევის შემთხვევაში მოიგებთ 500 ლარს. კაი, მე stand-up-ი მაქვს რა. და კარგი, ჩავრთოთ და მე მაქვს stand-up-ი და გეტყვით რა. 3, 2, 1. ჩემი stand-up-ი არის კულინარიაზე. ყველა მაინც ყოფილვართ ერთხელ ძვირადღირებულ რესტორანში და გვითქვამს. ამას სახში მეც გავაკეთებ. მიდიხარ ყიდულ ინგრედიენტ. გაეცინა ლუკას. კალა stand-up-ი. კალა stand-up-ი. კაი, მზადხარ? ჩავრთოთ? კი. 3, 2, 1. ვეღერის გაკვრებული იმერელი კაცი. სიდან ისრანგებოდა სიმღერა და გალობა. კარგი. ეს ის კალას ხუმრობა იყო. აი, ეხა ჩემი. მეარღნე იკეთებს ხარაკირს რა. გიმნაზისტკას. ესეთი. კარგი. სელაპისიძე. ლუკას გაეცინა ისევ ჯაფარას ანგარიზე ისევ 0 გაცინება რა თქმა უნდა. კაი. 2 რაუნდი გავიარეთ. ბატონო ვახტანგ და თუ მზად ხარ ჩავთავ მესამე რაუნდს. გამოვაცხადებ, ანუ რადგანაც ფეხბურთი უყვარს ბატონ ჯაფარას, საფეხბურთო ხუმრობა შემოგთავაზებთ. შემდეგ ხუმრობა არის ესეთი, რომ საგეტყვი მას არის. როგორ მოეფერებოდა ესპანური საფეხბურთო გუნდის იმერელი ფანი ბებია თავის შვილიშვილს. აი, ესპანური საფეხბურთო გუნდია და ამის ფანი არის იმერელი ბებია და შვილიშვილს როგორ მოეფერებოდა. ჩართე? ოსასუნა ბებია მტრაკში. კარგი. სიტუაცია იუთუბერს ძალიან სწრაფად ჰქონდა ორგაზმი. ო არა ღმერთო! გიორგი კალატონს ძალიან უყვარს ბანაობიდროს სექსი.
მექსიკის ციხეში ჯდომისას შეეჩვია. კანიბალების საყვარელი იუთუბერი არის ლუკა კალატოზი. მოხარშვა აღარ სჭირდება. ცოტნე 2 საათიან ჩელენჯს გეგმავს YouTube-ზე 2 საათი მძლებ ლუდის გარეშე. გაეცინა ლუკას. რაზე გაეცინა ვერ მივხვდი. რთული ჩელენჯი იქნება თქო. 3 იყო ხო უკვე? კი, 3 რაუნდი გაიარა უკვე და მეოთხე რაუნდი დრო ჩავთო თუ კიდე რამე შესაძლოა. კი, არა, დრო ჩავთ. კაი, წავიდეთ, ჩერტო. 3, 2, 1. სიტუაცია კატაბანაობს. დედა წყალი დაკეტე რა, გაცხელდა ენა. ყუინთავი ჯექსონი. სუნთქავდა რა. აი. ჩემს უბანში ნახალოკაში შეგიძლია მანქანა ისე გააჩერო რომ არ ჩაკეტო. ასეც მოიპარავენ და ისეც რა აზრი აქვს. კარგი, ქალების გაცინება 2-3 წამში შემიძლია, უბრალოდ ხა აქ ვერ ჩავიხდით ეხავს. აღგზნეული ზაღლი. კაი. ელოშას უთხარი ოქტოპუსთან მივდივარ, რამე ხუმრობა მომეცი მეთქი და ერთი მაგათ პირში შევეციო. ცელაფიქსზე. ტირირა! ხო გაეცინა მაგაზე ერთხელ. სამი, 2, 1. ცოტნე სერფინგის დაპირდგას. ცოტნე სერფინგის დაპირდგას, როგორ ხურობა? კაი. კაი, ესე იგი. აუ, დამეკარგა ხუმრობა ბოდიში. ვოიმიშე. მდუმარე ბერმა ნიკოლოზმა 25 წლიანი მდუმარების აღთქმა ვაკის საცობში დაკარგა. კი, დარღვია, რა დაკარგა კაცო. დამეკარგა ხუმრობები ბიჭო. ამ გამექცა ჩატი ამის დადავატი. აი, მე ვეღარ ვასწრებ. გაიცინეთ რა. ფუ, მართლა დავყარგე ტექსტი ბიჭო, მოცემ. არ მეჩქარებავს. ნერწმე. სადა მაქვს ხუმრობაჭი. არა, ბიჭო, ხუმრობას ვეძებ მათქო. ხუმრობა დავყარგე ბიჭო, სადაა? გავიდა დრო ვახტან. დავქნა ხუმრობას ვეღარ პოულობ. სელაპი. სიტუაცია ცნობილაძე იბადება რა. ვიბადები. გამოშთა ბაბუა კაცი, და ბებია ქალი, ბიჭო, გვიანახ. დაუმატე. ბიჭო, არა, გვიანახ ტექსტი გამექცა და ვეღარ ვიყოს. კაი, დაიკიდა. არა, პრობლემა კაცო. 30 წამიდო. არა, იყოს. დამეკარგა და აზრი არ ქონდა. გამექცა ტექსტი. აქვს წესებია? არა, მესმის. ბატონმა ვახტანგმა წააგო. არა. კარგი იყო. ძალიან დიდი მადლობა ყოველთვის მე თქვენს წინაშე გამოსვლა და ძალიან ბედნიერი ვარ და ლექსის თქვა შენ ხო არ გინდა ბარი. არა, ძალიან ბედნიერი ვარ შანსი მომეცით, მადლობა. გადაცემა კაი იყო, გაასწორა ყოჩა ბიჭო მომეწონა და მიხარია რომ მრავალფეროვან კონტენტს აკეთებს. აკეთებს. და მადლობა ყველას. და მე-5 რაუნდამდე პირველად მივედი მით უმეტეს ბიჭებთან. და რავი, მადლობა რა. კაი, ჩვენი ვიდეო დასასრულს მივახლოვ და ამი დავამთავროთ. თქვენ თუ მოგწონთ ჩვენი ვიდეოები, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და კომენტარებში დაგვიწერეთ რა სახის ვიდეოები უფრო მოგწონთ და რას ველოდებით ჩვენგან. დიდი მადლობა ჩვენს სპონსორს, ჩვენს წარდგენს Betson Sports და ამით პოზიციები. აბა